გორის მუნიციპალიტეტის მერია ხელშეკრულებას აღარ უფორმებს ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებას, რომელიც ახალგაზრდულ კაფეს Face 2022 წლიდან მართავდა. კაფის ადმინისტრაციას ამის შესახებ წერილობით 24 იანვარს აცნობს და სივრცის დასატოვებლად ვადა თვის ბოლომდე მისცეს. მოთხოვნა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად უკვე შეფასდა ახალგაზრდული სივრცის ხელმძღვანელის მხრიდან, რაც კატეგორიულად უარყო გორის მერის მოვალეობის შემსრულებელმა. სიმონ გულედანმა განაცხადა, რომ დადებული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მუნიციპალური ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს, რისი სრული უფლებაც მათ კანონის გათვალისწინებით აქვთ. მისივე თქმით, სივრცე კულტურის სააგენტოს აქვს გადაცემული, რომელიც იქ უახლოეს მომავალში სხვადასხვა ახალგაზრდული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას გეგმავს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მოულოდნელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე არ ყოფილა და ყოველწელს ველოდებოდით, რომ ჩვენამდეც მოვიდოდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დავინახეთ რა მოხდა გორელ ფოტოგრაფთა კლუბის შემთხვევაში, რაც შეეხება მერიასთან მანამდე მოლაპარაკებებს, სექტემბრის თვეში ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იჯარის ხელშეკრულება ჰქონდა მოქმედი, მერიას მიმართეთ უზრუნველყოფის მოთხოვნით, რადგან ჩვენი სივრცემთანად იყო სოციალური დანიშნულების და არ მუშაობდა არანაირ მოგებაზე, ვთხოვეთ მათ, რომ ჩვენთვის უსასყიდლოდ გადმოეცათ შენობა იმისთვის, რომ ახალგაზრდებისთვის უფრო მეტი სერვისი შეგვეთავაზებინა, რადგან იჯარის გადახდის გამო გვიწოდა რაღაცები მოგვეკლო ჩვენი ახალგაზრდებისთვის. და მივიღეთ მათგან უარი. ხშირად ამოდიოდნენ სამეცნიერო ახალგაზრდები სხვადასხვა პროექტების მოსამზადებლად, სკოლის დავალებების გასაკეთებლად და ნამდვილად თვის მანძილზე 1500 მომხმარებელი ყავდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. იმ ფონზე რომ არ გვაქვს არც ერთი დონორის დაფინანსება და ყველაფერი ასე ვთქვათ თითოეული ჩვენი გუნდის წევრის შრომით იყო გაკეთებული და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით. კანონიერად მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება არის ის, რომ გაგვივიდა იჯარის ხელშეკრულება და შესაბამისად მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია. გასულ წელსაც ჰქონდა ანალოგიური შემთხვევა, როდესაც გაგვივიდა იჯარის ხელშეკრულება, მაგრამ გაგვიხანგრძლივა მუნიციპალიტეტმა კიდევ 10 თვით, თუმცა ამ ეტაპზე მივიღეთ უარი სამწუხაროდ, სავარაუდოდ შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არის სიტუაცია, რომ მაქსიმალურად ხდება შეზღუდვა, ასე ვთქვათ, რიგი სოციალური პროექტების, აქტივობების. ქონებას რატომღაც, როდესაც ფლობს მუნიციპალიტეტი ან IP და თავის ქონების დაბრუნებას ცდილობს და იქ უნდა განავითაროს თავისი რეალიზაცია მოახდინოს თავისი ღონისძიებების სიტყვაზე ან თვითონ ჩაატაროს ის ღონისძიებები, რაც შესაძლებელია რომ ჩვენ ახალგაზრდობას და მოსახლეობას გამოადგენს, რატომაც ყველა ასე რომ ვთქვათ, იალიქს აკერებს, რომ არის პოლიტიკური ნიშნი. არანაირად ეს ქონება არის გადაცემული კულტურის IP-ზე, IP-ს აქვს თავის ხედვები და მოკლედ თავის ხედვების მიმართულებით განავითარებს, სადაც ხელმისაწვდომობა ექნება ყველა ადამიანს.